19 მაისიდან ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული პენსიის მიღების წესი იცვლება. ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზური ტელეგრამ არხებიდან გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით პენსია მხოლოდ რუსულ ბანკებში დაირიცხება. იქ მცხოვრები პენსიონერების დიდი ნაწილი ორმაგ მოქალაქეობას ფლობს და შესაბამისად რუსული ბანკებიდან მოუწევთ პენსიის აღებაც. დარგის სპეციალისტები თვლიან, რომ პროცესს გარკვეული სირთულეები შეიძლება ახლდეს როგორც პენსიონერებისთვის, ასევე ეგრეთ წოდებული აფხაზური ბანკებისთვის. ექსპერტ ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი ზეწოლის ბერკეტია აფხაზურ მხარესთან სავაჭროდ. ეგრეთ წოდებული აფხაზური ბანკებისთვის კი ეს დიდი ეკონომიკური დარტყმა იქნება. რუსების მხრიდან მსგავსი ნაბიჯი გასაკვირი არ არის. ისინი რა თქმა უნდა ცდილობენ მათ კონტროლ ქვეშ მოაქციონ თავიდან ბოლომდე ყველაფერი. იქნება ეს ინფრასტრუქტურა, საბანკო სექტორი თუ დავუშვათ საზღვრის კონტროლი თუ ასე შემდეგ. შესაბამისად აქ სიახლე არაფერი არ არის, თუმცა ფაქტი არის, რომ ყოველი მსგავსი ნაბიჯი აფხაზებს უვიწროვებს მათ მოქმედების არეალს, ამ შემთხვევაში ფინანსურად მართალია მოქალაქეები მიიღებენ, მაცხოვრებლები მიიღებენ იმ პენსიას რუსულს, რასაც ადრეც იღებდნენ, მაგრამ მიიღებენ რუსული ბანკების გავლით და არა აფხაზური ბანკების გავლით, რაც აფხაზების ინტერესს გარკვეულ წნეხში მოაქცევს, აფხაზურ ბანკებს წნეხში მოაქცევს და როდესაც ბანკს ართმევენ ფაქტობრივად პენსიის გაცემის საკმაოდ დიდ რესურსს, რა თქმა უნდა შეიძლება ეს ბანკი თამაშიდანაც გავიდეს საერთოდაც კი. ანუ გაქრეს, იმიტომ რომ ცალკეული ბანკებისთვის ეს შეიძლება მთავარი საარსებო წყარო ყოფილიყო.